მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 24 იანვარს სრულიად საქართველოში დროგამოშობით ღრუბლიანობა მოიმატებს. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი. დასავლეთ საქართველოში +15 გრადუსს უნდა ველოდოთ, მთიან რაიონებში კი +10. აღმოსავლეთ საქართველოში +13 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში კი +8. რუსთავში +12, მარნეულში +9, თელავში კი +10 გრადუსი. სიღნაღში +11, ომალოში +9, ხოლო ლაგოდეხში +3. ცხინვალში +8 გრადუსი ფიქსირდება. გორში +9, სტეფანწმინდაში კი 0. ბაკურიანში -1 გრადუსია მოსალოდნელი, გუდაურში -4, ბორჯომში +8 გრადუსი, ახალციხეში კი +4. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში, ქუთაისში +16, ბათუმში +14, ფოთში +15, სოხუმში კი ასევე +14 გრადუსი ფიქსირდება. +16 გრადუსს უნდა ველოდოთ ზუგდიდში, ქობულეთში კი +14, ანაკლიასა და ოზურგეთში +13 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. თბილისში ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლდათ ამინდის პროგნოზი საქართველოში 24 იანვრისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.